კაცს ლაზერული ეპილაცია გაეკეთებინა, ეგეთი რაღაც ალბათ იყო ძალიან იშვიათი. ეხლა რო შევხედოთ, ხო, უამრავი კაცი იკეთებს, ხო, ლაზერულ ეპილაციას, იშორებს არასასურველ თმას, ხო, ეხლა რა ვიცი, ტანზე არასასურველი თმა, რა ვიცი, მე მგონი წესით შემაწუხებელი უნდა იყოს კაცისთვისაც, ხო? ამიტომ მე რისი თქმა მინდა რა. სპორტსმენებისთვისაც ძალიან რა თქმა უნდა, სპორტსმენებისთვის ფეხებზე, როდესაც იქ ხდება მასაჟი და თმა შემშლელია, ხელი შემშლელი ფაქტორი. აი ასე შევადარებდი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ტენდენცია რა თქმა უნდა ჩანს და ეს ძალიან კარგია, რომ კაცებიც ნელ-ნელა კანის მოვლის, ასე ვთქვათ, სწორ საფეხურებს ახორციელებენ, მაგრამ რო ვთქვათ, რომ რაღაცა განსაკუთრებულად განსხვავდება მეთქი, ქალი და კაცი ამ კუთხით არ განსხვავდება. როგორც ქალს, ასევე კაცს ჭირდება რაციონალური კანის მოვლა, ეს არის დაბანა, დატენიანება მზისგან დაცვა რეალურად, ეს არის და ეს. ნუ ეხლა აქ თუ ჩვენ იმას დავამატებთ, რომ ზოგიერთი კაცი ატარებს წვერს, წვერის მოვლის საშუალებები იქნას შეიძლება გამოყენებული, სულ ეს არის რეალურად. ანუ რაღაცა განსხვავება და რაღაცა ესეთი დიდი ის არ არსებობს მათ შორის.